ამ სამეცნიერო ანალიტიკური პროექტის, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ, ერთ-ერთი იდეაა, გაგაცნოთ ყველა საინტერესო ადამიანი წარსულიდან თუ აწმყოდან, რომლებიც დედამიწის და კაცობრიობის მომავალს უყრიან საფუძველს. ჩვენ ყველანი, ჩვენი მისიით, საქმიანობით, ყოველი ახალი დღით ვაუმჯობესებთ ან ვაუარესებთ ჩვენს მომავალს. ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც როგორც შენება და შექმნა, ისე ნგრევა და გადაშენება შეუძლია. გონიერი გადაწყვეტილებების მიღებით ადამიანის არსი კოდის სხვა ეპიზოდებში. ამ ეპიზოდში კი საკმაოდ ცვლად მინდა გაგაცნოთ კომპანია Tesla-ს დაფუძნებელი. ვისაუბროთ მის იდეებსა და უკვე განხორციელებულ რევოლუციურ თუ ევოლუციურ პროექტებზე. ამ ეპიზოდის ყურადღების ეპიცენტრში ექსცენტრიული ადამიანი, ილონ მასკი და პროექტი SpaceX იქნება. და რადგანაც ის კომპანია Tesla-ს მფლობელია, ჯერ მოკლედ შევეხოთ მის საწყისს, რა არის კომპანია Tesla და ვინ იყო ნიკოლა Tesla. ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წლის 10 ივლისს სერბეთში. ის იყო სერბი-ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1891 წელს მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა. იგი ფართოდ ცნობილი გახდა თავისი მეცნიერულ რევოლუციური წვლილი შეტანით ელექტროობასა და მაგნეტიზმის დარგში, მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. Tesla-ს პატენტებმა და თეორიულმა ნამუშევრებმა შექმნა ბაზისი თანამედროვე ტექნიკაში, რომლებიც მუშაობენ ცვლადდენზე, ასევე ელექტროძრავის ბევრ ფაზიან სისტემაზე, რომლებიც საშუალებას აძლევს სამრეწველო რევოლუციის გადაყვანას მეორე ფაზაზე. ის ასევე ცნობილია ეთერის ჰიპოთეზის მომხრედ. Tesla-ს სახელით მოიხსენება მაგნიტური ნაკადის სიმკვრივის საზომი ერთეული. თანამედროვე ბიოგრაფები თვლიდნენ Tesla-ს ადამიანად, რომელმაც გამოიგონა მე-19 საუკუნე და ახლანდელი ელექტროობის წმინდა მცველად. რადიოსა და პოპედის დემონსტრაციის შემდეგ Tesla-მ მოიპოვა ასევე საერთაშორისო აღიარება, როგორც გამორჩეულმა ინჟინერ-ელექტრიკოსმა. Tesla-ს ნაადრევმა ნამუშევრებმა გზა გაუყარა თანამედროვე ელექტროტექნიკას. მის ნაადრევ აღმოჩენებს ჰქონდა ინოვაციური მნიშვნელობა. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში Tesla შეეძლო გაეწია კონკურენცია ნებისმიერ ამომრჩეველთან ან მეცნიერთან ისტორიის ან პოპულარული კულტურის დარგში. სერბეთის კულტურისა და ეკოლოგიის მინისტრი ნიკოლა ტესლას უწოდებს ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ელექტროტექნიკური ფაკულტეტის დეკანი ბრანკო კოვაჩევიჩი ამტკიცებს, რომ ნიკოლა ტესლამ წინასწარ იცოდა თუ როგორ განვითარდებოდა მეცნიერება.
ელონ მასკი, ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და გამომგონებელი, X.com-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც 1 წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და ჰქვია PayPal-ი, ხოლო 2002 წელს eBay-მ იგი იყიდა $1.5 მილიარდად. Solar City ელონ მასკის ერთ-ერთი პროექტია. ამ კომპანიის ბიზნეს გეგმა შედარებით განსხვავებულია სხვა მსგავსი კომპანიების ხედვისაგან. ისინი უსასყიდლოდ ამონტაჟებენ საკუთარ მზის ელემენტებს სახლების სახურავზე და ამ სახლების ფლობელებს თავაზობენ ელექტროენერგიას უფრო იაფად. ელონ მასკი არის Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი და აგრეთვე მას ეკუთვნის იდეა Hyperloop-ი, რომელიც უსწრაფესი ტრანსპორტი იქნება. კომპანია Tesla ბევრი სხვა სამეცნიერო საინჟინრო მიმართულებითაც მუშაობს, დაწყებული სპეციალური ტანისამოსის შექმნით და დამთავრებული ელექტროთვითმფრინავის გამოგონებით. ელონმა ბავშვობა სამხრეთ აფრიკაში გაატარა, 12 წლის ასაკში ვიდეო თამაში გამოიგონა და 90-იან წლებში შეერთებულ შტატებში გადასახლდა. 28 წლის ასაკში მისმა ბიზნესმა სწრაფი აღმავლობა დაიწყო, როდესაც თავისი კომპიუტერული კომპანია Zip2 $300 მილიონ გაყიდა. ბოლოს კი გადაწყვიტა ორი კურდღელი ერთად დაეჭირა და მთელი თავისი ქონება რამდენიმე წარმოუდგენლად ამბიციურ წამოწყებაში დააბადა. Tesla-ს მეშვეობით მსოფლიოს ყველა მანქანის ელექტრომობილით ჩანაცვლება შეძლებს. SpaceX-ის მეშვეობით კი მარსის კოლონიზაციას მოახდენს. ყველაფერი ამის განხორციელებას კი მას კი მხოლოდ ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაში გეკმავს. რატომ აირჩია ელონ მასკმა თავისი უტოპიური და თან რევოლუციური იდეებისათვის თავისი კომპანიის სახელად Tesla და რას ეფუძნება ეს არჩევანი? ძალიან ბევრ ფაქტორს. ნიკოლა ტესლას თეორიებზე დაფუძნებული გამოგონებები დღეს სწორედ ამ ამბიციური და ამავე დროს წარმატებული კაცის ხელშია. Tesla-ს მისიაა დააჩქაროს მსოფლიოს გადასვლა მდგრად ენერგიაზე. Tesla დაარსდა 2003 წელს ინჟინერთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ დამტკიცება, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ კომპრომისზე წასვლა ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების მართვისთვის, რომ ელექტრომობილები შეიძლება იყოს უფრო კარგი, სწრაფი და სახალისო სატარებელი, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. დღეს Tesla აწარმოებს არა მარტო ელექტრონულ სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე წმინდა ენერგიის წარმოქმნილ და შესანახ პროდუქტებს. Tesla მიიჩნევს, რომ რაც უფრო მალე მსოფლიო უარს იტყვის წიაღისეულ საწვავზე და გადავა მომავალზე ნულოვანი ემისიით, მით უკეთესი იქნება. წელს გამოშვებულმა როდსტერმა წარმოადგინა Tesla-ს ბატარეის მოწინავე ტექნოლოგია და ელექტრონული ტრანსმისია. მას შემდეგ Tesla-მ შექმნა მსოფლიოში პირველი პრემიუმ კლასის სრულად ელექტრონული სედანი, Model S-ი, რომელიც თავისი კლასის საუკეთესო ავტომობილი გახდა ყველა კატეგორიაში. უსაფრთხოების, წარმოდობის და ეფექტურობის შეთავსებით, Model S-ი თავდაყირა აყენებს მსოფლიოს მონოდინებს 21 საუკუნის ავტომობილის მიმართებაში. ელექტრომობილებს შორის ყველაზე დიდი მანძილის გავლით, პროგრამული უზრუნველყოფის დისტანციური განახლებით, რომელიც მუდმივად ვითარდება და უკეთესი ხდება. წელს Tesla-მ გააფართოვა თავისი პროდუქციის ხაზი Model X-ით, ყველაზე უსაფრთხო, სწრაფი და მძლავრი სპორტული ჯიპით ისტორიაში, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისგან უსაფრთხოების 5 ვარსკვლავიანი რეიტინგი ყველა კატეგორიაში აქვს მიღებული.
გენერალური დირექტორის ილონ მასკის საიდუმლო გენერალური გეგმის შესასრულებლად 2016 წელს ტესლამ გამოაცხადა Model 3 შესახებ. დიდი მოცულობის იაფფასიანი ელექტრომობილის შესახებ, რომლის წარმოება 2017 წელს დაიწყო. ტესლას ავტომობილები იწარმოება ფრემონტის ქარხანაში, კალიფორნიაში, სადაც ავტომობილების კომპონენტების უმრავლესობაც მზადდება. მდგრადი ენერგეტიკული ეკოსისტემის შესაქმნელად ტესლამ ასევე შეიმუშავა ენერგეტიკული გადაწყვეტილებების უნიკალური ნაკრები Powerwall, Powerpack და Solar Roof, რომლებიც სახლის მფლობელებს საწარმოებსა და კომუნალურ საწარმოებს საშუალებას აძლევს მართონ ენერგიის განახლებადი წყაროების წარმოება, შენახვა და მოხმარება. და ეს მხოლოდ დასაწყისია. იმ დროს, როდესაც ტესლა აწარმოებს ყველაზე ხელმისაწვდომ ავტომობილს, მისი პროდუქცია ისევ რჩება ყველაზე ხელმისაწვდომი ადამიანების დიდი ნაწილისათვის, რაც საბოლოო ჯამში ზრდის სუფთა ტრანსპორტის გამოჩენასა და წმინდა ენერგიის წარმოებას. ელექტრომობილები, ბატარეები, ასევე ენერგიის განახლებადი წყაროების წარმოება და შენახვა უკვე არსებობს დამოუკიდებლად, მაგრამ ერთიანობაში ისინი უფრო მძლავრნი ხდებიან. ეს ის მომავალია, რომელიც გსურს. SpaceX, Space Exploration Technologies Corporation, კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც 2002 წელს დაარსა ელონ მასკმა. მისი გასაოცარი პროექტები უკვე NASA-საც კი უსწრებს პროგრესში. SpaceX-ი დღემდე კერძო კომპანიად რჩება, სადაც მასკს საერთო აქციების 2/3 ეკუთვნის. SpaceX-ი ნულიდან აწყობს რაკეტებს ლოს-ანჯელესის საავიაციო ქარხანაში და იმდენად დაბალ ფასად ახორციელებს კოსმოსურ ფრენებს, რომ მომხმარებელთა სია წლების მანძილზეა გაწერილი. კომპანიის ძირითადი საქმიანობა პატარა ზომის თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა და კოსმოსური სადგურებისათვის ტვირთის მიწოდება, მაგრამ დღეს ის საკაცობრიო მისიებზე გადასვლას გეგმავს. 2008 წელი ჩემთვის უსაშინლესი და უთვლესი იყო. ტესლა გაკოტრების პირას იდგა. ეკონომიკური კრიზისის გამო ფული არ იშოვებოდა. SpaceX-ი გადაკვირთ რომ თქვას, ცეცხლში იწვოდა. ჩვენი ახალი რაკეტის Falcon 1-ის ასაგებად $100 მილიონი დავხოჯეთ, მაგრამ მისი პირველი 3 პროტოტიპი ორბიტაზე გასვლამდე დაიწვა. მეოთხე ისე აფეთქდა ატმოსფეროსაც კი ვერ გასცდა. SpaceX-ი უიღბლობა მოიცვა. ავიაკოსმოსურ სფეროში მომუშავე ჟურნალისტები კომპანიას განუწყვეტლივ აკრიტიკებდნენ, მაგრამ მოულოდნელად სრულიად ჯანსაღი და ხელუხლებელი Falcon 1 ცეცხლის სუფთა ნაკადზეა ამხედრებული. ორბიტაზე გაიჭრა და ისტორიის წიგნებში შევიდა როგორც თხევადი საწვევით აღჭურვილი პირველი კერძოდ დაფინანსებული კოსმოსური ხომალდი. ჩვენი კოსმოსური წარმატება დაიწყო. ამ წარმატების ფონზე SpaceX-მა NASA-სთან 1.9 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც მასკმა კომპანიის გაფართოებისა და საწარმოო პროფილების მრავალფეროვნების გაზრდის მიზნით გამოიყენა. ამ დროიდან მოყოლებული მან 15 მისია ხარვეზის გარეშე შეასრულა, მათ შორის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთების ჩატანა. 2013 წელს მასკმა 20 წლით გირაო დაიღო კანაბერალის კონცხის სასტარტო მოედანი 39A, რომელიც თავის დროზე მთვარის მისიების ხომალდების აპოლოს რაკეტების გასაშვებად გამოიყენებოდა. ერთ წელიწადში კი ტექსასის შტატში ბრაუნსვილთან ახლოს მიწა შეიძინა, სადაც SpaceX-ისთვის კოსმოპორტის მშენებლობა დაიწყო. თუმცა ფაქტია, რომ SpaceX ჰყავს კონკურენტები, საწარმოო გიგანტები და მსგავსი ახალბედა აეროკოსმოსური კომპანიებიც. SpaceX-მა ერთხელ გაიმარჯვა, თუმცა ის კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს რაკეტების გაშვების დაგვიანების და ზოგადად დროის სუდი დაგეგმარების გამო. იმავე წლის აგვისტოში ერთ-ერთი სასტარტო ხომალდი გაშვებამდე აფეთქდა. ბოლოს და ბოლოს NASA-მ Boeing-თან და SpaceX-თან ცალ-ცალკე კონტრაქტები გააფორმა და თითოეულს 6 სარაკეტო გაშვება დაუტოვა. მასკმა მტკიცედ განაცხადა, რომ მოიგებდა თუ წააგებდა ამიერიდან მისი მიზანი კაცობრიობის მისიების განხორციელება იყო. მან ეს მოკლე ორბიტული გაშვებები კომპანიის რეპუტაციის ასამაღლებლად გამოიყენა და დაამტკიცა, რომ მასზე უკეთ ვერავინ შეძლებდა ასეთი საპასუხისმგებლო მისიების შესრულებას.
future is vastly more დიადი გადაწყვეტილებები დიდ დროს მოითხოვს. ყინულივით მომლოდინე უნდა იყო. ზღვასავით მღელვარე და მიზნად მეზობელ პლანეტამდე მიწვლა უნდა დაისახო. პლანეტების ორბიტიდან გამომდინარე, მანძილი დედამიწასა და მას შორის დიდ ფარგლებში მერყეობს. უშორის მანძილზე მარსი დედამიწიდან 1000 ჯერ უფრო მეტ მანძილზეა, ვიდრე დედამიწიდან მთვარე. მაგრამ ყოველ 26 თვეში ერთხელ ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ მათ შორის მანძილი 12 მილიონ კილომეტრამდე მცირდება, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს მხოლოდ 150 ჯერ აღემატება. 2030 წლისთვის, როდესაც მარსი დედამიწის საზზე კვლავაც ნარინჯისფერი შუქით აფრთხილდება, მისკენ იმ ისტორიულ მისიას გავუშვებ, რომელიც 2040 წლისათვის მარსზე პირველ ქალაქის ტიპის კოლონიურ დასახლებად იქცევა. SpaceX-ი მხოლოდ 12 წლისაა. დღეიდან 2040-მდე კომპანია 3 ჯერ უფრო მეტი ხნის იქნება. თუ ჩვენ ტექნოლოგიის წყფივი პროგრესით განვითარება შევძლებთ, ლოგარითმის საპირისპიროდ, მაშინ მარსზე 1000-ობით თუ 10000-ობით ადამიანის კოლონია ამ საუკუნეშივე გვექნება. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, launch. როგორ წარმოუდგენია მასკს მარსზე კოლონიზაცია, როგორც ტექნიკური და უსაფრთხოების, ისე ჰუმანური და ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით? საკამათოა უამრავი დეტალის წინასწარ განსაზღვრისა და გაუთვალისწინებელი შესაძლო მოვლენებიდან გამომდინარე. ასეთი დიდი საფასურის გადახდის მიუხედავად, მარსისკენ არ დაბრუნების მისია ადამიანებს მაინც წარმოუდგენლად ძვირი დაუჯდებათ. საოცარი შეგრძნება შორეულ კოსმოსურ მისიაში ყოფნა, უკან ჩამოტოვებული დედამიწის სქერა, სამყაროთა შორის სივრცეში ტივტივი, არნახულ უდაბნოში სიარული, უცხო ცის ქვეშ, თუმცა ამ ცაზე დედამიწა მხოლოდ ერთ-ერთ ცისკნამ ნათობად იქნება ასახული, რომლის ახლო და დანახვა მხოლოდ ტელესკოპით თუ იქნება შესაძლებელი, თავისი მქრქალი ცისფერი ატმოსფეროთი. ლურჯი ოკეანეები და ხმელეთის მოხასრულობებით. დროთა განმავლობაში მისი მთები და მდინარეებიც მოგენატრებათ, ისევე როგორც მწვანე ხეები და ყვავილების საოცარი სურნელი. მოგაგონდებათ ტროპიკულ ტყეებსა და ოკეანეებში მცხოვრები უამრავი არსება. ღამის მხარეზე მოციმციმე შუქების ბადე შენიშნავთ და გაგახსენდებათ მილიარდობით ადამიანი, რომლებიც სამუდამოდ დატოვეთ, ოჯახი, მეგობრები, უბრალოდ საყვარელი პიროვნებები. მარსზე სიცოცხლის არარსებობამ შეიძლება ეს მონადრება ფსიქოზამდე გაამწვავოს. გარკვეული დროის განმავლობაში მისი პეიზაჟები საჰარას მოგაგონეთ, თუმცა კლიმატი ანტარქტიდის შუაგულზე უფრო ცივია. მისი გათხელებული ატმოსფერო გამუდმებით სიკვდილით გემუქრებათ, ხოლო კოსმოსურმა გამოსხივებამ სკაფანდრშიც კი შეიძლება შემოაღწიოს. მომაგრესი საკეთებიც კი ვერ შეუშლის ხელს მარსის გრუნტის მწველ ნაწილაკებს, კანზე ვეღარასოდეს შეეგრძნობთ მზის თბილ სხივებს. გრილინიავის კროლვას. უფრო მეტიც შეიძლება დიდხანს მოგიწიოთ მიწის ქვეშ უფანჯრო გამოქვაბულში ცხოვრება, სადაც პირველყოფილების მიერ დახატული ველური ცხენების ჯოგიც კი არ იქნება. კაბინის სივიწროვამ შეიძლება მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვიოს, სამთავრობო სტრუქტურები სუსტი იქნება, ხოლო რესურსების ნაკლებობამ შეიძლება კოლონიებს შორის სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. ამერიკის კოლონიებში უამრავმა სოციალურმა და საზოგადოებრივმა პრობლემებმა იჩინა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები მარსის კოლონიის პირობებთან შედარებით 60-ში ცხოვრობდნენ. ზოგიერთ ძლიერ პიროვნებას შეუძლია ამ პირობებს 10 წლეულების განმავლობაშიც კი გაუძლოს. მაგრამ მასკის აზრით, თვითმყოფადი ცივილიზაციისთვის მილიონი ადამიანის გენეტიკური მრავალფეროვნებაა საჭირო. იმისათვის, რომ კოლონია მილიონი ადამიანით შედგეს, ერთ ჯერზე 10,000 რეისის განხორციელება იქნება საჭირო. ამას დავუმატოთ ადამიანებისათვის საჭირო ტვირთიც, რაც 10 ჯერ მეტი ხომალდი გამოვა და დაახლოებით 100,000 გიგანტური ხომალდის გაგზავნა მოგვიწევს. ამ საუკუნისთვის ცოტა რთული ამოცანაა. მას კი ირწმუნება, რომ ეს საუკუნის განმავლობაში მოხდება. განმოცემით ვიცით, რომ გიგანტური კოსმოსური ხომალდის აგებას აპირებს, რომელსაც მარსის კოლონიური გადამყვანი Mars Colonian Transporter ეწოდება.
თუმცა ხომალდის დიზაინის შემუშავება რთული სულაც არ არის. ურთულესია ასეთი ხომალდის საწვავით აღჭურვა და კოსმოსში გაგზავნა, თუმცა მასკს ეს საკითხიც გადაჭრილი აქვს. ის მრავალჯერადი ხომალდის აგებას აპირებს, რომელიც დედამიწაზე რბილად დაეშვება, ხოლო ერთ საათში კოსმოსში ასაფრენად ისევ მზად იქნება. უბრალოდ ადამიანს არანაირად არ შეუძლია SpaceX-ის ასლიანი პროგრესის იწინასწარმეტყველოს. ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით მარსზე გაფრენის ოცნება მთვარის ხომალდებივით, აპოლოებივით ანგარში გადაინაცვლებს და ისტორიას ჩაბარდება. საუკეთესო შემთხვევაში კი SpaceX-ის გადასაბარებლად თადარიგები უკვე დავიჭირე. ის ერთ ან რამდენიმე ინსტიტუტს გადაეცემა და სამუშაოების გაგრძელებას უზრუნველყოფს. ამ საწარმოების მემკვიდრეებად ჩემი 5 ბაჟიც კი არ განიხილება. არ დაბუშვებ, რომ ჩემი შრომა მოკლებადიანი შემოსავლების წყაროდ გადაიქცეს. ეს საშინელება იქნება. ჩვენ უნდა გავხდეთ მრავალპლანეტური ცივილიზაცია. ეს არის შემდგომი ნაბიჯი. ეს არის ჩვენი უპირობო მიზანი. ვარსკვლავურ ფრენებს სკეპტიკურად არ ვუყურებ. უბრალოდ მაინტერესებს, როგორი იქნება ის კაცობრიობა, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას შეძლებს. საკმარისია მარსზე კოლონია დავაარსოთ, რომ მთელი მზის სისტემის ათვისებას წინ ვეღარაფერი ახუდგება. ჩვენ შევქმნით ძლიერ ეკონომიკურ მექანიზმს კოსმოსში მოგზაურობის გასაუმჯობესებლად. წავალთ იუპიტერის მთვარეებზე, ტიტანზე და ასტეროიდებზე. დედამიწა, მარსის ეკონომიკა საშუალებას მოგცემს დავფაროთ მთელი მზის სისტემა, მაგრამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი მარსზე დასახლების იდეის განხორციელებაა. მულტიპლანეტურ ცივილიზაციად ჩამოყალიბების მიზანზე ლაზერებით უნდა ვიყოთ ფოკუსირებული. შემდგომი ნაბიჯი ეს იქნება. გასაგებია, რატომაც გადაულოცა NASA მასკს საკაცობრიო კოსმოსური ფრენების ასპარეზი. ის შესანიშნავ რაკეტებს აგებს, მაგრამ ძველ გამოცდილებებს არ უარყოფს. ხორცს ასხამს ჩვენს ოცნებებს კოსმოსზე და ეს მისი ბედისწერაა. მას შეუძლია დაგარწმუნოთ, ამბობს, რომ თუ მხოლოდ დედამიწის იმედად დავრჩებით, დავიღუპებით, რადგან ცეცხლისა და წყლის სტიქიათა მძვინვარებაში ამოვყოფთ თავს, რასაც ჩვენი განადგურება შეუძლია. ამბობს, რომ უნდა გავცუროთ უშორესი ნაპირისკენ, ბნელი და სახიფათო ოკეანის გავლით. ის სასწაულს გვირგვინებდა. მარსის დასახლების ელონისეული ხედვა. მარსის ზედაპირზე გეოდეზიურ საცხოვრებელ სივრცეებს დროიდები ააგებენ. ისინი მოამზადებენ გრუნტს, გათხრიან საძირკველს და გვირაბებს. საცხოვრებელ სივრცეს მინი პანელები და ნახშირბადოვანი ბოჭკოს პანელები გადაფარავს და მასში მწვანე დედამიწისეული გარემო შეიქმნება. მოგვიანებით რობოტებს სხვადასხვა მარსისეული საწარმოს ასამუშავებლად გამოიყენებენ. ნამდვილი მარსი და SpaceX-ის გეგმები. მარსზე დაზვერვის მიზნით კოსმოსური ხომალდი დრაგონი გაემგზავრება და პლანეტაზე უსაფრთხოდ დაშვების მექანიზმების საიმედოობას შეამოწმებს. რბილი დაშვების შემდეგ ხომალდზე დამონტაჟებული აპარატურა გაარკვევს, როგორ მივიღოთ წყალი CH4-ის და O2-ის სინთეზის შედეგად. კოსმოსური ხომალდი გოლდი მარსზე სარაკეტო საწვავის სინთეზისთვის საჭირო მცირე საწარმოო კომპლექსს ჩაიტანს. განხორციელდება პირველი საკაცობრიო მისია, აიგება პირველი საცხოვრებელი ბაზა, დასრულდება სარაკეტო საწვავის სინთეზირებული საწარმოს მშენებლობა. მეოთხე, შეძლების დაგვარა დაიწყება ორმხრივი ფრენები მარსსა და დედამიწას შორის. სავარაუდოდ ყოველ 26 თვეში ერთხელ. კოლონია გამოიკვებება იმ დრომდე, ვიდრე ის თვითმყოფადი გახდება.
დედამიწის და მარსის ურთიერთ განლაგებიდან გამომდინარე, საპლანეტაშორისო მგზავრობა 80-დან 150 დღე გაგრძელდება, თუმცა ახლახანს მასმა განაცხადა, რომ შეძლებს ეს დრო 30-დან 60 დღემდე შეამციროს. მარსზე დაждომის და მგზავრობის გადმოსხმის შემდეგ ხომალდი წითელ პლანეტაზე სინთეზირებულ მეთან-ჟანგბადის საწვავით შეივსება და შემდეგი მისიის შესასრულებლად დედამიწაზე გამოიმგზავრება. ეს იდეები გასაგებია. ახლა კი დავუბრუნდეთ ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ განხორციელებულ უკვე წარმატებულ პროექტებს Falcon 9, Falcon Heavy და Tesla-ს ავტომობილის ცნობილი გაშვება კოსმოსში. Falcon 9 და ირმის ნახტომი. Oh my god. 6 მაისის შუაღამის კომპანია SpaceX-ის კუთვნილი რაკეტის Falcon 9-ის სტარტი განხორციელდა. რაკეტის მეორე საფეხური დაბალ ორბიტაზე უნდა გასულიყო. მეორადი კოსმოსური ხომალდი Falcon 9 წარმატებით გაეშვა, რომელმაც ხელოვნური თანამგზავრი ორბიტაზე გაიყვანა. ამის შემდეგ Falcon 9 დედამიწაზე დაბრუნდა და ატლანტის ოკეანეში სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე წარმატებით დაეშვა. მისიის წარმატებით განხორციელების შედეგად SpaceX-მა დაამტკიცა, რომ კოსმოსური მისიის განსახორციელებლად ერთი და იმავე რაკეტის არაერთხელ გამოყენების შესაძლებლობა არსებობს. SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Falcon 9-ის ღირებულება $62 მილიონ შეადგენს. მისი მრავალჯერადი გამოყენება თითოეული გაშვების ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მანამდე კი Falcon 9-ის გაშვება რამდენჯერმე გადაიდო, ამ შემთხვევაში ავარიის გამო, თუმცა შეცდომები მეცნიერების და ცხოვრების თამდევი პროცესია. Falcon Heavy, წარმატებული სტარტი. Oh 2018 წლის 6 თებერვალს ათასობით ადამიანი ადგილზე, მილიონობით კი პირდაპირ ეთერში კოსმოსური ინდუსტრიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას ადევნებდა თვალს. SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon Heavy ფლორიდაში მდებარე ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ადგილობრივი დროით 15 საათსა და 45 წუთზე აფრინდა. მიუხედავად რისკებისა, რომ ეთერშესახებაც კომპანიის დაფუძნებელი ილონ მასკი საუბრობდა, ექსპლუატაციაში ყოფმა მსოფლიოს უმძლავრესმა რაკეტამ დედამიწა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დატოვა. ძლიერი ქარის გამო აფრენის დრო რამდენჯერმე გადაიდო და თბილისის დროით 7 თებერვლის პირველ საათზე განხორციელდა. ორი გვერდითი ამაჩქარებლის უკან დაშვებამა წარმატებულად ჩაიარა, მესამე კი 100 მეტრით აცდა მცურავ პლატფორმას და წყალში ჩავარდა. მძიმე შევარდენი, ყველაზე უფრო მძლავრი რაკეტა მატარებელია ტვირთამწეობით 64 ტონა. Marsთან კი 17 ტონა ტვირთის მიტანა შეუძლია. იმისათვის, რომ ახალი პროდუქტის შესაძლებლობები დაემტკიცებინა, ილონ მასკმა რაკეტას კოსმოსში გააყოლა საკუთარ კოლექციაში არსებული $100,000-იანი Tesla-ს ავტომობილი Tesla Roadster-ი, რომელიც მზის გარშემო დედამიწის და მარსის ორბიტების მკვეთრ წაგრძელებულ ორბიტაზე იმოძრავებს. მარსის ახლო ორბიტაზე მისი გასვლის შანსი უკიდურესად მცირეა. საჭესთან კოსმოსურ სკაფანდრში გამოწყობილი მანეკენი ზის, სახელად Starman-ი. დენის წყაროს ავტომობილის აკუმულატორი წარმოადგენს, რომელიც უკვე განიმუხტა. ელექტრომობილმაც მალე დატოვა დედამიწის ორბიტა. ის მზის გარშემო იმოძრავებს დედამიწასა და ასტეროიდულ სარტყელს შორის. უსასრულოდ დიდი ხნით. ელექტრომობილის ნარჩენები თუ ოდესმე აღმოაჩინეს, ეს იმ ტექნოლოგიის მოწმობა იქნება, რომელიც დედამიწაზე მე-21 საუკუნეში არსებობდა. შევაჯამოთ, რატომ უნდა გადავყაროთ მილიარდები კოსმოსის ათვისებაზე, როცა აქ დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს? პასუხიც მოსმენილი გექნებათ. კოსმოსურ პროგრამებს ჩვენთვის სასარგებლო და ინოვაციური გამოგონებები მოაქვს. ის კი ალბათ არ გსმენიათ, რომ უნდა ვიჩქაროთ. NASA-ს ბრძოლა არსებობისა და ფინანსირებისთვის იმაზე მეტყველებს, რომ ეს განმარტებები საზოგადოებისათვის არ არის დამაჯერებელი. საზოგადოებისათვის, რომელსაც კოსმოსის საერთოდ არ აღებებს და ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული. კოდის ეს ეპიზოდი ამ საკითხზე ილონ მასკის ვრცელი პასუხით უნდა გავაგრძელო.
კოსმოსის ათვისება ისეთივე აუცილებლობაა, როგორც სიღარიბესთან და დაავადებებთან ბრძოლა. ამით ჩვენ გადაშენებისგან ვიქნებით დაზღვეუნი. თუ წარსულს გავიხსენებთ, ნათელი ხდება, რომ ბუნების დამანგრეველი ძალების წინაშე უძლურნი ვართ. ამ ძალების მრიცხანება ბოლომდე არც კი გამოგვიცდია, რადგან თუ კოსმოლოგიური მასშტაბებით ვიმსჯელებთ, ჯერ თვალიც კი არ დაგვიხამხამებია. ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ჩვენს ეგზისტენციალურ გადაშენებას გამოიწვევს, ჩვენს ბრძოლას აქ დედამიწაზე აბსოლუტურ უაზრობად აქცევს. სიღარიბის და დაავადებების დაძლევა სასიხარულო ამბავი იქნება. ადამიანების სრული გაქრობა კი ძალიან ცუდი. ყველა კვერცხი ერთ კალათაში გვაქვს ჩაწყობილი და ეს ძალიან ცუდი სტრატეგიაა. ჩვენ პრინციპში საშიში ასტეროიდის აღმოჩენა და აფეთქება შეგვიძლია. სხვა კოსმოსური მოვლენების პროგნოზირება და პრევენცია კი გაცილებით რთული იქნება. ახლოს მდებარე ზიახლის აფეთქება მაგალითად, გამანათება დედამიწის მიმართულებით, ვულკანიზმის გააქტიურება, ნებისმიერ მათგან შეუძლია ჩვენი განადგურება. მას მერე რაც SpaceX-ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს აიყვანს, მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების შექმნას დაასრულებს, სრულიად გამოცდის რაკეტას Falcon Heavy-ს. ამ ყველაფრის მერე ალბათ 2030-იანი წლების შუალედში კოლონიას დაარსებს მარსზე. ზოგიერთ კოლონის ბილეთის ასახებად $500,000 გადახდა მოუწევს. სხვებს ყველაფრის გაყიდვა, როგორც პირველ ამერიკელ კოლონიზატორებს, ამერიკამდე მისაღწევად. ეს არც თუ ისე სასიამოვნო მოგზაურობა იქნება, პირიქით, ძალიან საშიში. თან ალბათ ერთი მიმართულებით. მოკლედ, ადამიანები დედამიწის და მთვარის ფარგლებს გარეთ აუცილებლად გავლენ. ალბათ სხვა პლანეტებზეც იცხოვრებენ, როგორც დროებითი მაცხოვრებლები. მანამდე კი ჩვენ წითელი მარსი გველის, რომელზეც საუკუნის ბოლოს აუცილებლად მივათ და დავსახლდებით. იმედი მაქვს, რომ მეც ვნახავ მას და შევეხები საკუთარი სხეულით. ერთში მას კი ნამდვილად მართალია. დრო სწრაფად გადის. ადამიანებს ერთმანეთით დატკბობის დრო ჯერ კიდევ გვაქვს, თუმცა მალე შეიძლება აღარც გქონდეს. ისე მალე, რომ მომზადებაც კი ვეღარ მოვასწროთ. ამიტომ კარგია, რომ მას კი სხვა თანამოაზრეებთან ერთად კაცობრიობას მომავალს გვთავაზობს. ერთახმებით თუ არა, მას ეს სულაც არ აინტერესებს. მთავარია, რომ SpaceX-ის პროექტები დიდი წარმატებით ხორციელდება. კოდის ამ ეპიზოდს ახალი რუბრიკით დავასრულებთ. ასტრონიუსი, რომელიც გვთავაზობს სიახლეებს კოსმოსიდან. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი მოზებნა ამ სოციალურ ქსელებზე. გამოგვეხმაურეთ და დაგვეკონტაქტეთ. კოდის მომდევნო ეპიზოდამდე. მესამე მისია მერკურისკენ. 2018 წლის 20 ოქტომბერს თბილისის დროით დილის 5:45-ზე საფრანგეთის გვიანაში მდებარე კოსმოდრომ კურუნიდან კოსმოსური აპარატი ბეპი კოლომბო მერკურისკენ გაფრინდა, რომელიც დედამიწის ტიპის ყველაზე უფრო ნაკლებად შესწავლილი პლანეტაა. გეგმის მიხედვით ორბიტაზე გასვლამდე 7 წელი გაივლის, ხოლო კვლევითი სამუშაოები 1 წელი გაგრძელდება. ბეპი კოლომბოს მოწყობილობა მერკურის და მისი მაგნიტოსფეროს უკეთ შესწავლაში დაეხმარება მეცნიერებს. ვენერასა და მარსისკენ ათეულობით კოსმოსური აპარატი იქნა გაშვებული, რომლებიც ამ პლანეტებს ორბიტიდან ასწავლობდნენ და ზედაპირზეც. მერკურის შედარებით უინტერესოა, ხოლო ახლოს მდებარეობა მზესთან ძალიან ართულებს მის შესწავლას. ეს მოწყობილობა კი ამ პლანეტის სიახლოვეს არსებული მდგომარეობის შესაბამისად არის აგებული. ბეპი კოლომბოს ამოცანებია, როგორ ფორმირდებოდა პლანეტა, აქვს თუ არა თხევადი ბირთვი და რა ზომის, რატომ აქვს დედამიწის ტიპის სხვა პლანეტებზე მეტი სიმკვრივე, გრძელდება თუ არა გეოლოგიური აქტიურობა, შეიძლება თუ არა მერკურის გამოყენება ფარდობითობის ზოგადი თეორიის კიდევ უფრო ზუსტად შესამოწმებლად, მზესთან ახლოს მდებარეობის გამო, როგორ ხდება მერკურის მაგნიტური ბელის გენერირება და როგორ ურთიერთქმედებს მზის ქართან, საიდან მოხვდა ხსენებული წყალი მერკურიზე. ბეპი კოლომბო ორ დამოუკიდებელ აპარატს მიიტანს მერკურისთან, რომლებიც სხვადასხვა ორბიტებზე იმოძრავებს. გეგმის მიხედვით ბეპი კოლომბო ორბიტაზე 2025 წლის 5 დეკემბერს გავა. აპარატები განსაკუთრდება და MPO საჭირო ორბიტაზე 2026 წლის 14 მარტს აღმოჩნდება. SAOCOM 1A არგენტინული თანამგზავრი. SAOCOM 1A არის არგენტინულ-იტალიური კოოპერაციის ამ ქვეყნების შესაბამისი უწყებების შრომის შედეგი.
SAOCOM 1A არის კოსმოსური ობსერვატორია, რომლის ძირითად მისიას წარმოადგენს კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვება და კატასტროფების შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების გადმოცემა დედამიწაზე. ეს პროექტი არგენტინის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია და ამ ქვეყნისთვის გარკვეულ განაცხადს წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია SAOCOM 1A-ის იდენტური SAOCOM 1B-ს გაშვება 2019 წლის ბოლოსკენ. SAOCOM 1A სამხრეთ ნახევარსფეროსთვის, ხოლო SAOCOM 1B ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დააკვირდება. თითო თანამგზავრის მასა 3000 კილოგრამია. SAOCOM 1A-ის ორბიტაზე გაყვანა 2018 წლის 8 ოქტომბერს კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით მოხდა. ჰაბლმა ეგზომთვარი აღმოაჩინა. ჰაბლით ჩატარებული დაკვირვებები ნეპტუნის ზომის მთვარის არსებობაზე მიუთითებს, რომელიც დედამიწიდან 8000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე გაზის გიგანტის გარშემო უნდა მოძრაობდეს. ამის შესახებ მეცნიერებმა 2018 წლის 3 ოქტომბერს Science Advance-ში განაცხადეს. თუ ეს ობიექტი მართლაც არსებობს, პლანეტა თანამგზავრების ფორმირების შესახებ თეორიებიც გადასახედი იქნება. 2017 წლის 28-29 ოქტომბერს ასტრონომები დევიდ კიპინგი და ალექს სტიჩი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ვარსკვლავ კეპლერ 1625 ჰაბლით 40 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. უკვე ცნობილი იყო, რომ ამ ვარსკვლავის გარშემო იუპიტერის ზომის გაზის გიგანტი მოძრაობს 287 დღიანი პერიოდით. სახელიდან გამომდინარე, პლანეტა პირველად კეპლერმა აღმოაჩინა ერთნაირი პერიოდის ჩაბნელებებით. თუ ეგზოპლანეტასთან ახლოს ეგზომთვარეც არის, მას კეპლერ 1625b უწოდეს, ან მოკლედ ნეპტუნთვარე. და მაინც მეცნიერებს უფრო მეტი დაკვირვებების ჩატარება მოუწევთ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს მართლაც მთვარეა და არა სხვა პლანეტა, ან თვითონ ვარსკვლავის აქტიურობა.